სამწუხაროდ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობას რეალურად არანაირი უფლებამოსილებები არ გააჩნია ერთი მხრივ გარემოზეზე დამხედველობის და მეორე მხრივ მოსახლეობის განსახლების საკითხებში ეს ერთიც და მეორეც არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციები და ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად გადაწყვეტილებებს ამ მხრივ ვერ იღებს, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მუნიციპალიტეტს შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო საწყის ეტაპზე, როდესაც გარკვეული მშენებლობა იწყებოდა იქ და დარწმუნებული ვარ, რომ მაგალითად პროექტის განხილვა შედგებოდა მუნიციპალიტეტში და მათ შორის გარემოზე ზემოქმედების საკითხებიც იქნებოდა განხილული, თუმცა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ეს იქნებოდა ძალიან ფორმალური, ეგრეთ წოდებულ შინაურ წრეში, იმისთვის რომ ეთქვათ, რომ ფორმალურად ეს პროცედურა გავლილია. მუნიციპალიტეტი რომ იყოს რეალურად ადგილობრივი მოსახლეობის პარტნიორი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იზრუნებდა იმაზე, რომ ასეთი განხილვები იყოს შედეგზე ორიენტირებული, გათვლილი იყოს ყველა რისკი, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ ადამიანებს დაუდგეთ და გადაწყვეტილებები იქნებოდა ასე მიღებული. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი ხელისუფლება იღებს როგორც მოცემულობას და არ ცდილობს მასში კორექტივები შეიტანოს იმის შესაბამისად, როგორ ჭირდება მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს. ეს შედეგი რეალურად სავარაუდოდ დააყენა ამან, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა თავის დროზე არ იყო ჩაღა, არ აქტიურა და მოსახლეობასთან ერთად დეტალურად არ გაიარა პროექტი, რომელმაც დღეს ასეთი სავალალო შედეგი მოგცა. რაც შეეხება განსახლებას, მუნიციპალიტეტს შეუძლია რომ დროებით გაიყვანოს თავისი მოსახლეობა ამ ტერიტორიიდან, თუმცა განსახლების საკითხებს კიდევ ვიმეორებ, ცენტრალური ხელისუფლება კურირებს და ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ ესეთი დამხმარე რგოლად შეიძლება მოვიაზროთ ამ საკითხში. ეს ყველაფერი რეალურად ჯერ კიდევ მიუთითებს იმას, რომ დეცენტრალიზაციის პრობლემა ამ ქვეყანაში სერიოზულად დგას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ იღებს გადაწყვეტილებებს თავის სამოქმედო არეალში და რაც მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება და უპირობოდ უჭერს ყველა პროექტს მხარს, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობებში ახორციელებს. ამიტომაც გვიდგას ეს პრობლემა. კიდევ ვიმეორებ, რომ არა მუნიციპალიტეტის ეს დამოკიდებულება ცენტრის მიმართ ერთი მხრივ და დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ მეორე მხრივ, ეს პრობლემა შესაძლოა ასეთი მწვავე ფორმით დღეს არ დამდგარიყო.